ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვე რჩება, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ ჩაერთობა საარჩევნო პროცესში ოპოზიციიდან. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიო უარს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობიდან ამბობენ, სადაც მიიჩნევენ, რომ რიგარიში არჩევნების გარდა ნებისმიერ სხვა ტიპის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან ქართულ ოცნებასთან გარიგება იქნება. სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში კი ამბობენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მაშინ, როდესაც საკითხი საარჩევნო სამზადის უკავშირდება, ამ თემას პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აუცილებელ ნაწილად ასახელებენ. ჩვენ მემზადებით, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის, მით უფრო მაშინ, როდესაც ორი ძირითადი მოთხოვნა საერთო სახალხო პროტესტის არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ის რომ კალენდარულად ოქტომბერში არჩევნები თვითმმართველობის ესეც, რა თქმა უნდა, ცხადზე ცხადია, თუმცა ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით იქნება ახლოში, სწორედ ოქტომბერთან და არა მაშინ, როდესაც ეს რეჟიმს სურს. თუ არანაირ დათმობაზე არ წავიდა რეჟიმი და უბრალოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წინა საარჩევნო პროცესში ჩაერთო პოლიტიკური ძალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის შევიდა კოლაბორაციაში რეჟიმთან. ამიტომაც ძალიან მკაფიო და ცალსახარის პოზიცია, როდესაც სისტემა არათუ რაიმე ტიპის დათმობაზე მიდის, არამედ პირიქით არის გაძლიერებული რეპრესიები და თავდასხმები, ამ დროს მათი ქმედება იქნება მათთვისვე დამაზიანებელი. ინსტრუქციის მოლოდინში არიან დამფინანსებლებიც, პოლიტიკური მხარდამჭერებით ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, ოპოზიცია სად უფრო წარმატებული იქნება არჩევნების დროს თუ არჩევნების მიღმა. რევოლუციური გეგმა არ შეცვლილა და აი ამ ინსტრუქციის მოლოდინში მიმდინარეობს კამათი, რომელიც უფრო დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, დესტაბილიზაციისთვის, არჩევნებში მონაწილეობაში ჩართვა თუ კვლავ აი კუჩის აქციებით დაპირისპირება ხელისუფლებასთან.